ანსამბლის სახელი? ხორნაბუჯი. ხორნაბუჯის შემადგენლობა არის 13 მომღერალი ვართ. დაფუძნება და დაარსება ანსამბლის არის დაახლოებით 35-40 წლის იმაში განმავლობაში. აი ამ პერიოდში თulis. აი მოვეთ აქ რომამდე. ეხლა ეს ახალგაზრდები შემოგვიმართნენ, ეხლა ესენი თქვენ თავის სიტყვას და ასე გაგრძელდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Gura trialებს. Bravo! Olik, მოდი. ეს არის ანსამბლი ხორნაბუჯი. ხა მივიდეთ და გავესაუბროთ. მალე დაამთავრეს და ძალიან კარგია ეს დამთავრება. აი, ასულები. ზევით. აბა რა რაღაცა. ხო, არ არის ხო, წესით ესე მთავრდება სადაც, ხო. ვარიანტულობა. მელიზმის ფორმა და ფაქტურა და ერთმანეთთან შემღერების ამბავი. ვინ როგორ ემღერება? ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირველმა დაიწყოს და მეორე დაეწიოს, გააჩნია მომენტს, რას აკეთებს და კიდე ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა. ბოლო პერიოდში მე თბილისში აღარ აკეთებდნენ ამას თბილისური გუნდები და სულ გული მწყდებოდა ძველ ჩანაწერებს რო უსმენ, ბანიც ახლოს. აუცილებელი ეს იყო. მელიზმს აკეთებს ბანი. სხვა დუღაბით ჩამოდის ქვევით და რა ჰო და 20 არა აქვს. ხმოვნებს აყოლებს. აი ოს ქვეშ მღერის ყველა ხმოვანს მიყვება რა და საერთოდ სხვა ეფექტი აქვს ეგრე ნამღერ ბანს. უფრო ჰარმონიულია, ანუ არ არის შორს მდგარი იმ დუეტთან. იმათ თუ რაღაც ღია ხმოვნები აქვს. საფუძველი არ არის, იმასთან ერთად ღერის ისიც რა. კი, და დინამიკას ბანი ქმნის და კიდე ერთი რაც უნდა ითქვას, მე ეხლა ჩვენი თაობაც და უკვე ჩვენ წინა ათეულობით წლობით თაობა იზეპირებდა ბანი სად ადიოდა და ჩადიოდა. და ორიგინალში ესე არ არის. ის მეორე და პირველი ქმნის კადანსური ისეთ ტანდემს, რომ ბანი ავტომატურად გადადის, სადაც უნდა გადავიდეს და არა ის რომ ახლა ტერცივით უნდა ახვტიან ჩამოხვდე. ანუ გრძნობს, მანამდე უნდა შეიქმნას ის პირობა, რომ ბანი გადაემღეროს და გადმოემღეროს. კონცერტები თუ გაქვს? ერთი კონცერტი აუცილებლად გვაქვს ხოლმე წლის შემაჯამებელი კონცერტი. არა, თელავში თუ არა, დედოფლის ხაროში. დედოფლის ხაროში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებშიც ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ აქცენტი გვაქვს თავარი გაკეთებული რაზე, რომ აი სკოლებში ვატარებთ ხოლმე კონცერტებს და მაგარი საქმეა. მომავალ თაობას რო გავაცნოთ ჩვენი კულტურა. ძალიან კაი, წარმატებებს გისურვებთ ხალხო და აბა დიდი მადლობა, ყველა ძალიან მოიწონეთ და მადლობა. პირიქით, იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით ბევრჯერ ერთმანეთს. ეს იყო ანსამბლი ხორნაბუჯი დედოფლის წყაროდან წარმატებები და შევხვდებით ერთმანეთს.